პავლე კუბლაშვილმა პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, რომ ქართულ ოცნებაში არსებობენ კორუმპირებული პირები. რა პასუხს გაცემთ თქვენ? ბატონ პავლე კუბლაშვილს მინდა ვკითხო. ვინ მონაწილეობდა ტყიბულში სხვადასხვა ობიექტების ყიდვა-გაყიდვაში? სად გაქრა ტყიბულის მეშახტეთა შვილების დასასვენებელი ქალაქ ხობულეთში? და რატომ ხდება ისე, რომ პავლე კუბლაშვილის ოჯახის წევრები პირადად კურირებენ ძალიან ბევრ დაწესებულებას ტყიბულში? ის ავრცელებს სხვათა შორის ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტყიბულის ოფისში ქართული ოცნების თითქოს კრიმინალები მოდიან თუ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები. სად ნახეთ თქვენ ჩვენს ოფისში ყოფილი პოლიციისა და უშიშროების უფროსები? პავლე კუბლაშვილი იტყუება, მაჩვენეთ სად არიან ყოფილი პოლიციის უფროსები და კრიმინალები ქართული ოცნების შტაბში. და მე სრული პასუხისმგებლობით შემდეგ გაჩვენებთ, ვინ არიან ის ზონდერები, რომლებიც პავლე კუბლაშვილს დაყვებიან და ძალიან ბევრ დარბევაშიც მიუღიათ მონაწილეობა. პავლე კუბლაშვილი, რომელიც რუსთაველთან პირდაპირ ჩართვაზე აცხადებს, რომ ტყიბულში ყველაფერი კარგად არის, რომ აყვავებულია ქალაქი, თქვენ ხვდებით მოსახლეობას ნახულობ ფაქტებს და რა შეგვიძლია თქვათ ამის შესახებ? მე შემიძლია ვთქვა, რომ მე ამ ქალაქში აყვავებული სამწუხაროდ ვერაფერი ვერ ვნახე. მე ვნახე დანგრეული შენობები. თქვენ შეგიძლიათ აი ტყიბულის შემოსასვლელიდან, სადაც ეს აბრაა გაკეთებული, გამოყვეთ და ნახოთ, რამდენი შენობაა დანგრეული. საბაგირო გზა, აი ზემოთ უკვე ეგრეთ წოდებულ ლენინისა და სტალინის შახტებზე, როდესაც ადიხართ და ქალაქის ცენტრში ყრია ქვანახშირის ძალიან დიდი გორები, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. გაჩეხილი და გაჩანაგებული ადგილობრივი წაბლის ჯიშები და 1000 სხვა რამ. მე პავლე კუბლაშვილს არ ვლაპარაკობ. ჩემი კონკურენტი არის ის პრობლემები, რაც არის ტყიბულში შექმნილი. პავლე კუბლაშვილთან დაკავშირებით, მათ შორის თქვენთან ინტერვიუებში საუბრობს ტყიბულის მოსახლეობა. თუ თქვენ ნახავთ ადამიანს, რომელიც მისი მოღვაწეობით არის კმაყოფილი, მე დავეთანხმებ მას, რომ ამ პირობებში ცხოვრება კარგია. მე რასაც ვხედავ, აქ არიან ადამიანები, რომელთაც აქვს ძალიან დიდი სოციალური პრობლემები, ადამიანები, რომლებსაც არ აქვს წამლები, ადამიანები, რომლებიც პურს ყიდულობენ ნისიათ ამ ქალაქში და ასე შემდეგ. ამ ადგილობრივ მოსახლეობას გაცილებით ბევრი რამის თქმა შეუძლია ობიექტურად.